მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ჩვენ კვლავაც ეთერში ვართ და შემოგთავაზებთ საქართველოს სიახლეებისა და მსოფლიოში განვითარებული პროცესების შესახებ ჩვენს ანალიზს ხშირად ახლა ამ ბოლო პერიოდში მსაყვედურობენ გერ მსაყვედურობენ უпростоრეთ გარკვეული მომართვები არის ჩემს მიმართ რომ აი როგორც მაშინ ადრე გორის სტუდიიდან ჩვენ მიყავდა გადაცემები თითქოს რაღაცა ის ემოცია და მუხტი აღარ არის. იცით რა შეასაქმე მეგობრებო ემოცია, მუხტი არის მაშინ, როდესაც რაღაცა გარკვეული პროცესები ამის საშუალებას იძლევა. დღეს არის ქართული პოლიტიკა და ჩვენი ქვეყანა რაღაცა დაემსგავსა ჭაობს, სადაც ბაყაყების ყიყინის ხმის გარდა არაფერი არ ისმის. და აი ეს ჭაობი არც იწრება. და აქედან გამომდინარე რა ემოციებზე და რაღაცა იმპულსებზეა საუბარი, როდესაც არავითარი ნიშანწყალი არ აქვს ამ პროცესებს. ეხლა იცით რა შეასაქმე, ზოგისთვის შეიძლება ეხლა ის იყოს დადებითი მოვლენა, რომ გარკვეულწილად რა თქმა უნდა აღარ არის აქციები, აღარ არის მიტინგები, რაღაცა თითქოს სიწყდარისკენ წავიდა პროცესები. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა უცნაურია ის, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და ჩვენ თელი ახლა ეს გარკვეული ეს პოლიტიკური პროცესები მიმართული არის დებატებისაკენ და ეს არის ხელოვნური დებატები. შექმნილი რაღაცა აი თითქოს აი ინდურ ფილმებს აგავს, როდესაც აი ადამიანები ეჩხუბები რო არის ინდურ ფილმებში და ვითომ ვიღაცას ზიანი მიადგება, რაღაცა დარტყმისა და ხელოვნურად რო იმაშვებიან რაღაცა ტკივილის შეგრძნებას რო განიცდიან და ხმაც რო შემოდის სპეცეფექტების. ისევე არის თითქოს აი რაღაცა ეს დებატებიც ამას დაემსგავსა, ესა გირჩი რო იქნება ერთ-ერთი მოწინავე ფლაგმანი ოპოზიციური პარტიისა და იქ რაღაცა გაურკვეველი ტიპის ადამიანები და ვითომ ამად გარდა ქვეყანაში სხვას არავითარ განსხვავებული პოზიცია არ გააჩნია და ეხლა ჩვენ უნდა უყუროთ ამ ყველაფერს და ტაში დაუკრათ, როდესაც ამ ბოდიში და გაკოტრებულ რაღაცა გაურკვეველი ტიპის ადამიანებს, რომლებიცაც პატრიარქი არის მაგალითად ამერიკის ელჩი და რომლებიც რაღაცა გასაბერ ეკლესიებზე ლაპარაკობდნენ სულ რამდენიმე წლის წინ, ამათი ახლა ბოდიში მიჩექმა და მიჩმორება უნდა ჩაითვალოს რაღაცა დიდ მიღწევად რა. და ამაზე თურმე ტაში უნდა დაუკრათ, რა მაგარი რაღაცა არის. ეხლა იცი რა არის, რაღაცა ერთი პერიოდი ეს 13 წელი ვიყავით ამ ნაცების და რაღაცა გარკვეული მათი ანასხლეტების გამხილველები რომ აი სიტყვა და ეს სიტყვა და აქციები ეს ეხა ეს ჩაიფარცხა ეს ნაცები. ეხა ჩვენ უნდა ვაფასოთ ეხლა ეს დებატები რამდენხანს გაგრძელდება, ეს დებატებიც ახლა მორჩება, სულ ხო არ გაგრძელდება უსასრულოდ. მერე რა იქნება? მერე რა შემოგთავაზებენ ძალიან მაინტერესებს. ეხლა იცით რა არის, აი პოლიტიკა ემსგავსება იმას, რომ რაღაცა იცით არავითარი ნიშანწყალი არ არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ რაღაცა რეალური განხილვებისაკენ. დღეს ჩვენ ეხლა სიმართლე რო გითხრათ, იმაზე უნდა ვშელოვდეთ, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკა როგორ განსაზღვროთ, ქვეყნის ეკონომიკა. ეხლა იმ დღეს უსმენდი და გამოდიოდა ერთ-ერთი შესაბამის სამინისტროს ხელმძღვანელი და აი გვეუბნებოდა რა მაგარი მიღწევები გვაქვს ჩვენ, ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის, აი ეს არის სააკავშირის რიტორიკაც. ისინიც როდესაც აცხადებდნენ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ სოფლიო ბანკის მონაცემები, ჩვენ მეორე ადგილზე ვართ რაღაც საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი. კი არა კი, თქვენ დალოცულებო, თუ ასე წარმატებულები ვართ, ეს ხალხი რატო გარბის უცხოეთში მაშინ? რატო არის რომ ეს ფასები, რომლებზეც თქვენ ახლა ხუთი თეთრი რო კვერცხს დაუკელით, ეს უნდა ჩავთვალოთ ჩვენ ყველაზე დიდ წარმატებად
გავიგე რომ ეხლა უცბად შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ 13 წელი აღმოჩნდა რომ ყოფილა ესე იგი სიცრუეში გვიცხოვრია და თურმე ეს ყოფილა ყველაფერი ბლეფი, რაზეც ვლაპარაკობდით რომ წარმატება იყო, თურმე არ ყოფილა. ეს ეხლა ამაზე ადამიანებს კითხვის ნიშანი არ უნდა გაგვუჩნდეს. ამდენი ნარკომანების და ნარკორეალიზატორების დაკავება რო ხდება. ესე იგი გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მუშაობდა წესიერად, იმიტომ რომ ამდენი ნარკომანი და ამდენი ნარკორეალიზატორის დაკავება ეხლა ხდება და მაშინ არ ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროზე, რომლებზეც ჰქონდა საუბარი, რომ თურმე ვარსკვლავებს წყვეტდნენ, პატიოსანი ხალხი იყო, დღეს ვხედავთ, რომ თურმე იქ რაღაცა საშინელებები ხდებოდა, ანუ თავდაცვის სამინისტროც არ მუშაობდა წესიერად. მთავრობა, რომლის ყველა თითქმის ბოლო პრემიერი კორუფციაშია მხილებული, ესე იგი თურმე მთავრობაც არასწორად მუშაობდა და თურმე პრობლემა ყოფილა. რეგიონებში, სადაც თითქმის ყველა გამგებლისა და საკრებულოს თუ რა ვიცი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა თურმე ესენიც არასწორად მუშაობდნენ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით უამრავი ადამიანია დაპატიმრებული, თურმე ინფრასტრუქტურაშიც კორუფცია იყო და ფულის კეთება და საშინელებები ხდებოდა. და მე გეკითხები თქვენ ხალხო, მაგრამ აბა კარგი რა იყო ეს 13 წელი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, მაშინ ვერ გავიგე ხა კიდე ახლა გაივლის ალბათ ერთი რამდენიმე წელიწადი და კიდე შეიძლება ვიღაცა მოვიდეს ხელისუფლებაში და თქვას რომ ეხა ესენიც ესეთები იყვნენ. და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ და თქვათ რომ აუ ხო მართლა რა კარგია და რაღაცა და ეს არის სასიხარულო ფაქტი? და ტყუილში რო ვიცხოვრე, ტყუილი იყო ეს 13 წელიწად ეგრე გამოდის, იმიტომ რომ თურმე არაფერი სასიხარულო, არაფერი კარგი, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა ქვეყანაში. და მე მაინტერესებს, იცით, როდესაც შესაბამისი უწყებები რაღაცას აშავებენ, არის მაკონტროლებელი ორგანოები, პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც თუკი რამეს ვინმე აშავებს, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ესე იგი, არც ესენი, არც პარლამენტი, არავინ, კაი, ესენი ცუდები იყო, ვინმე ხომ უნდა გაეკონტროლებინა ეს ყველაფერი. ვიღაცას რაღაცა ხო უნდა ზემოქმედ, მაგრამ იცით რა შეა საქმე, ჩვენ რო ვლაპარაკობდით ამ ყველაფერს. სამწუხაროდ არავინ არ გვისმენდა და ჩვენ გვეძახდნენ იმას, რომ რაღაცა გარკვეულწილად რაღაცა თურმე არასწორ ფაქტებს ამბობთ. ეხაც აი კულტურის მინისტრი ვერავითარ პასუხისმგებლობის, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ვიცი, გავაწლები მაგის პასუხისმგებლობის საკითხის დადგება და მე იტყვია რა ცუდი იყო. ცრა ჩვენ აი მოვლენებს უსწრებთ წინ და ჩვენი ეს სიტყვები არავის არ ახსოვს, რომ ჩვენ ამას ვამბობდით და შემდგომში აი როცა პასუხისმგებლობა დაისმევა ამ ხალხის, მე გამოვა რომ აი რა ცუდები ყოფ. ჩვენ ესე იგი გამოდის რომ რაღაცა ჩვენი სიტყვა, ჩვენი მოქმედებები არ უნდა შეფასდეს სახელმწიფოებრივად. ჩვენ როგორც სააკაშვილის პერიოდში ვიბრძოდით, ხმას ვიღებდით, ჩვენ მაინც ესე იგი ჩარეცხილები აღმოჩნდით. ეს 13 წელი რომ ამბობდით, რომ არაფერი არ ხდება კარგი და ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას და თუ რაღაც დადებითი იყო, იმაზე ვსაუბრობდით, მაინც ჩვენი სიტყვა სხვაგვარად იყო აღქმული ყოველთვის. ყოველთვის შეიძლება ყველა ისტორიულ მომენტში რაღაცა ადამიანები იყოს გარიყულები და მხოლოდ ესე იგი ის ხალხი იყოს მოწინავე პოზიციებზე, ვისაც ფული აქვს, ვისაც ნაცნობობა აქვს და ახლობლობა აქვს. ეხლა არ ვიცი, არ მინდა გვარსახელების დასახელება, მაგრამ ეხლა ვხედავ, რომ აი პოლიტიკაში რა პროცესებია. პოლიტიკაში მიდის ის პროცესი, რომ თუ გინდა შე პარლამენტში მოხდე, თუ გინდა რომ რაღაცა საკრებულოში მოხდე, ან ვიღაცის ბიძაშვილი, ან მამიდაშვილი, ან მილიონერი უნდა იყო. ღარიბი ადამიანი თუ თავში უსკდება, ის ვერანაირად ვერ მოხდება, ვერც პოლიტიკურ არბენაზე, გადაცემაშიც ვერ მოხდება. ვინმე ვერც მიიპყროს ვინმეს ყურადღებას. დღესაც ხო ვხედავთ, როგორ ხდება დაბალანსება საექსპერტო პოზიციების, იქ ყველაფერი ნათელია. ეხლა აი ეს ექსპერტები, რომლებიც მაგალითად გამოდიან და ჩვენ მორალს გვიკითხავენ, ხო? ის ხალხი იყო, რომლებიც სააკაშვილის გუნდროს უკმევდნენ. იმ დღეს ეხლა იცით რა არის?
ჟურნალისტსაც აქვს გარკვეული მით უმეტეს სახელისუფლებო ტელევიზიის ჟურნალისტსაც აქვს გარკვეული აი რაღაცა მორალური სახის კრიტერიუმის დაკმაყოფილებასაც უნდა პასუხობდეს, იმიტომ რომ შენ როდესაც გამოდიხარ და იმოძღვრები და რაღაცა ყოველდღე ცენტრალურ არხზე გამოდიხარ და გვიკითხავ ჩვენ რაღაც ნოტაციებს, უნდა იყოს აქ რაღაცა კრიტერიუმი. ხა შეიძლება კაცო, ხა მე ძალიან შესანიშნავი ქალბატონია მაგდა ანიკაშვილი და ნამდვილად სასიმპათიური და შესანიშნავი ქალბატონია გარეგნულად, მაგრამ კაცო, ესენი არ იყვნენ ქრისტიან დემოკრატებში, რომლებიც ესე იგი სააკაშვილმა ხელოვნურად რო შექმნა და ამათ არ იყო რომ დაურიგა მილიონები და ეს არ იყო ის ქალბატონი რო იძახდა რომ თურმე ჩვენ პირიქით რო გამრავლდებით პრობლემაა და დემოგრაფიის მიმართულებით თურმე ეს რაღაცა თუ ზომები არ მივიღეთ რაღაცა ჩვენ შეიძლება პრობლემა შევქმნათ სოფლიო კაცობრიობისათვის და თქვენ არ იყავით კი მაგრამ სოდომისტებს რო გუნდრუქს უკმევდით ხო და არ ვიცი აი რომელიმე რაღაცა ეტაპზე ხო შეიძლება ადამიანები დავაფასოთ დღეს ეხლა ვიღაცა ხარობს აი ამ მაგალითად ელისო კილაძე რამხელა ბოროტება და დამხელა შური დაწესა რომ საქართველოს უხარი მე გეკითხებით ეხლა რატო უნდა მიგვეყვანა აქამდე სიტუაცია რომ 13 წელია ესე ხალხი იმაში ყოფილიყო მოლოდინში რომ აი როდის ამ ხალხს ესე გაუშვებდნენ ციხეში ან მე მაინტერესებს თქვენ თუ გონია და ნაკლები სიხარული და სიამოვნება ექნება ადამიანებს მაგალითად გია ბარამიძესა და გიგა ბოკერიას თუ დააპატიმრეთ. აი ვეკითხები ხელისუფლებას, რატო არ აპატიმრეთ გიგა ბოკერიასა და გია ბარამიძეს. აი ახლა რო ხშირად იხსენებთ ამ არჩევნების წინ ნაცების ჩადენილ ქმედებებს, ერთი მაინტერესებს ბარამიძემ პასუხისმგებლობის საკითხი ან უნდა დაისვას, ან ბოკერიას პასუხისმგებლობა, კაცი რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა, კაცი რომელიც იყო ადამიანი რომელიც უყურებდა თუ როგორ მანქანები თავს ესხმოდნენ გდანის ეკლესიას. ეს ადამიანი იყო ფაქტობრივად გებელსი სააკაშვილის, რომელიც ჩილოვანი გარკვეული კაბინეტის ხელმძღვანელი და რეალურად რაღაცა ფარულად მოქმედებდა და ის იყო მისი იდეოლოგია, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტში იყო გაშლილი. მე ვამბობ იცით ერთ რამეს, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა პოლიტიკის დღის წესრიგზე, რეალ პოლიტიკაზე, რაღაცა ხო შეიძლება ადამიანები დავაფასოთ და ადამიანების მიმართ მიდგომა შეიცვალოს. ეხლა გასაგებია, რომ ვიღაცები მოდიან მერე თავიანთ იმ წინამორბედის აგენტურას არიბარებენ, იმათ ზოგს წირავენ, ზოგს იმაშვებიან, მაგრამ გეკითხებით, სუფთა ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლები, ხედავთ თქვენ ამ ხალხს სადმე დაწინაურებულებს? მე გეკითხებით თქვენ, აი ხედავთ? ან იმ ხალხს, რომლებიც მაგალითად აი ამ ნაცმოძრაობას ყოველთვის უპირისპირდებოდნენ, რატო არიან ეს ხალხი ჩაწიხრულები? დღეს ხედავთ ჩვენ თანამდებობებზე იმ ხალხს, რომლებიც მედროვეები არიან, მედროვეები, იმიტომ რომ ყველა ეტაპზე ხან შევარდნაძის ლოგინში გორაობდნენ, ხან სააკაშვილის ლოგინში და რა ვიცი, მე ხვალდაზე კიდევ ვისთან იგორავებენ. და ჩვენ არ გვაქვს ის მიდგომა, რომ ადამიანები დავაფასოთ, კადრები დავაფასოთ და დღეს ეხლა ქართული პოლიტიკა დაემსგავსა იმას, რომ რაღაცა გამოგონილი თემები, რაღაცა ეხლა ეს დაჭერები, იცით რა არის? კარგი არის, თუ კი რეალურად ჩვენ შევხედავთ, რომ იმ დაპატიმრებული ადამიანების ადგილზე დაინიშნება უმციკლო რეპუტაციის ხალხი. და სააკაშვილის ხელისუფლებას კი არ უნდა დავემსგავსოთ, რომ მარტო ადამიანებს ციხეები და დაჭერები ვაყურებინოთ. ჩვენ გვახსოვს, რომ ესე იგი კურიერის ჩართვა ხალხს ეშინოდა და ერთ-ერთი ეს კუდის თუ სოდის ხელმძღვანელი ეს თოფურიძე, სოსო თოფურიძე, როდესაც გამოჩნდებოდა ხალხს, რა ვიცი მე, შიშის ზარის ეცემოდა რამე რაღაცა ოპერაცია ტარდება და ეხლა მახსოვს ერთხელ სამების ტაძარში სტიხაროცნანი ვიყავი იმ პერიოდში და ესე იგი ეს კაცი რო გამოჩნდებოდა, იქ შემოდიოდა და დიდი მორწმუნესავით რაღაცა იმ სამების საკურთხეველში, რა ვიცი მე ხალხი იმას ფიქრობდა იქ რომ რაღაცა ხო არ ხდება, აქ ხო არ ღლებს ხო არ იჭერენო და დადგებოდა იქ დიდი რაღაცა დიდი მორწმუნე კაცივით ხაც დაიჭერდა ხელში
არ ვიცი და ესეთი სიტუაცია გქონდა, რომ ეს ხალხი იყო ყველაზე დიდი პოპულარულები, ვინც ხალხს იჭერდნენ. და მე გეკითხები თქვენ ახლა, იცით რა, ვასილ ბჟავანაძე რო ჩამოვიდა საქართველოში, მან ესეთი რამე თქვა, მე აქ ხალხის დასაჭერად კი არ ჩამოვედიო, არამედ იმისთვის რომ ქვეყანა გავაერთიანო. მე გავიგე რომ ვინც დასაჭერია უნდა დაიჭიროთ, მაგრამ ბოლო-ბოლო მიცით რა მაინტერესებს, როდის მოხდება ის ამ ქვეყანაში, რომ კონსოლიდაცია ერის, გაერთიანება და ქვეყნის პროცესების გაჯანსაღება დაიწყება, ამაზეა საუბარი. სიზღი და ბოღმია და ხვარძლი რომ ტრიალებს ამ ქვეყანაში ვერ ატყობთ. მე კიდე ახლა მე არ მინდა ახლა ქვეყანა დავასახელო, ისე გამომდის კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით, ახლა გვარსახელს არ დავასახელებო, მაგრამ იცით რა შეა საქმე, ჩვენ მოვიტყუებთ თავს და ვიტყვით რომ ნაცმოძრაობას დღეს არავითარი რაღაცა ძალა არ გააჩნია. ნაცმოძრაობის გარკვეული მიმდევრები თქვენ თუ ეხა ვერ ხედავთ, მე ძალიან კარგად ხედავთ ამ ყველაფერს და ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის იმ ქვეყნებში არის, რომლებიც წესით არ უნდა იყვნენ. და ეს თუ დღეს ნაცმოძრაობა ქუჩაში მრავალათასიან აქციებს არ მართავს, იმიტომ არის ეს რომ მათ არ ყავთ ლიდერი, სააკაშვილი დაჭერილია, დანარჩენები გაკოტრებულია, გაყიდულები არიან და ამიტომ ეხლა არც ერთი გარკვეული მოძრაობა თუ რაღაცა რევოლუციური ცვლილებები ლიდერის გარეშე არსად არ მომხდარა. ეხლა ზვიად გამსახურდია რო არ ყოფილიყო მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, შეიძლება მაშინ ის პროცესები სხვაგვარად წასულიყო. სააკაშვილი რო არ ყოფილიყო ვარდების რევოლუციის დრო, შეიძლება ის რევოლუცია არ მომხდარიყო, იმიტომ რომ ჟვანია და ბურჟანაძე არ იყვნენ ის ლიდერები, რომლებიც შეიძლება ესეთი პროცესებისკენ ქვეყანა წაეყვანათ. იგივე მაგალითად შევარდნაძე, რომელსაც ხშირ შემთხვევებში ჰქონდა რაღაცა გარკვეული ის ქარიზმა, რომელიც იყო იმისი გარანტორი, რომ რაღაცა გარკვეული აი გადამჭრელი ზომები ეხმარა იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებმაც აი 91 აი გადატრიალების შემდგომ ბევრი რამ ცუდი ჩაიდინეს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ის მოწინააღმდეგეები იყვნენ. შევარდნაძეს მე ამას პლუსში კი არ უთვლი, არამედ იმისთვის უთვლი, რომ ეს ხალხი გამოიყენა მან და შემდგომში მან გამოყენებული ხალხი მოიცილა, იმიტომ რომ მისი პირადი უსაფრთხოებისთვის უფრო იყო ეს ყველაფერი, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თორე ხო გვახსოვს, რო ჩამოვიდა ხალხს მადლობა გადაუთახა და იარაღი რო აიღეთო, წითელი ინტელიგენციას რო ხა დიდი მადლობა, რომ აი იარაღი რო ხელში აიღეთო. დღეს იცით რა არის ხალხო? პოლიტიკაც არის ფაქტობრივად, აი მე რომ იმპულს და რაღაცაზე ემოციაზე ლაპარაკობ, პოლიტიკაც აღარ არის. გადახედეთ, ერთი არხი არის, რაღაცა 1-2 არხი, 3-4 ექსპერტი ლაპარაკობს და ხალხიც უკვე თან ლაპარაკობს სისულელეებს და თან კიდე ყოველდღე ლაპარაკობს და ხალხიც უკვე აღარ შეუძლია ახლა ერთი და იგივეს მოსმენა. და უკვე ხალხიც უკვე რაღაცა ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. და აღარც ხალხია, აღარც პოლიტიკა, აღარც რაიმე რაღაცა ისეთი აი დრაივი, რასაც ქვია იმპულსური, რაღაცა ისეთი დადებითი მოვლენები აღარ არის. და აი ეს ყველაფერი ქმნის იმ სურათს, რომ ადამიანს უკვე აი ამ პროცესების მიმართ რაღაც ემოციის გარეშე და რაღაც აი ესე დარეთ მიყავს ეს მერე ამის განხილვაც, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება ხალხო. არაფერი არ ხდება, არც ცუდი, არც კარგი, არაფერი არ ხდება, გესმით? ეს არის რაღაცა ცარიელი ველი არის. და რომ იყოს ახლა მაგალითად ამ ცარიელ ველზე რაღაცა ისეთი დადებითი, დათესილი, აი მართლაც ის რომ მომავალში აი ეს დათესილი ხორბალი რაღაცა ნაყოფს მოისხამს, გავჩერდებით, ხმას არ ამოვიღებთ, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ რომ არაფერი არ ხდება ამდაგვარი. ახლა აი განათლების რეფორმაზე დაიწყო საუბარი და იგივე კადრების მიმართულებით თუ ჩვენ ამ განათლების სისტემაში ის ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების ხალხი არ დავასაქმეთ. მე მაინტერესებს ახლა მარტო შენობების გაყიდვით, მარტო შეერთებით უნივერსიტეტების თუ გაყოფით გამოვა რა მე გეკითხებით ახლა ვინ უნდა აღზარდოს ეს მომავალი თაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით იქნება, თუ კი იქ არ იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტები. და ეს ხალხი ხო ყველა ჩაწიხლეთ და გაანადგურეთ. ერთი აი გამიხარდებოდა მე მაგალითად სიტყვაზე რომ უნივერსიტეტებში ლექციები წაეკითხათ ისეთ ადამიანებს
ადამიანებს, რომლებიც დღეს საერთოდ გარიყულები არიან საზოგადოებრივი სივრციდან, მედიიდან, პოლიტიკური დღის წესრიგიდან. აი ხშირად ისმის კითხვები, რომ აი ვინ, სად, როგორ ხალხი არის, იცით რა არის, აი ძალიან დიდ დეპრესიაში. მე ვატყობ, რომ აი დიდი დეპრესიის პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას და ეხლა ვიღაცა თუ აქ ქუჩაში მიტინგებს არ მართავს და რევოლუციებს არ აწყობს და გადატრიალებებს არ აწყობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია დღევანდელი ყოფით. ეხლა თუ თქვენ მაგიგჯერათ, აი მაგსიკეთით იარეთ თქვენ რა. თუ გონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს ძალიან გახარებული არის. საქართველოში დღეს მიდის აი ეს პროცესი, რომ ადამიანები რაღაც აი გარკვეულწილად ითმენენ, მაგრამ საქართველოს დიდი მოთმინება შეუძლია, ქართულ ხალხს დიდი მოთმინება შეუძლია, მაგრამ თუ კი ეს მოთმინების ფიალა აივსო, შემდგომში უკვე ყველაფერი უკვე ყველაფერს აღარაფერი აღარ დააკავებს, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ნუ გონია თქვენ, რომ ეხლა მაგალითად ეგ ხალხი ეხლა იმით იქნება აღტაცებული და გახარებულები 13 წელი თუ ვინმე აშავებდა იმას, რომ დაიჭერთ თქვენ ამით თუ იჭერთ, ესეც თქვენი მინუსია, ესე იგი რატო დაუშვით ის, რომ ის ხალხი ყოფილიყო ეს ბოდიშთა 13 წელი. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ვისი ბრალია ეს, რომ ეს 13 წელიწადი ეს ხალხი იყო ქვეყნის ხელისუფლებაში? ჩვენი ბრალი არის, ჩვენ დავნიშნეთ ეს ხალხი თანამდებობებზე? და მე კიდე ეს 13 წლის მანძილზე, ესე იგი რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა 13 წლის განმავლობაში ეს აკაცუკების თაობა არ გაიზრდებოდა პატრიოტების თაობა. ჯარი იქნებოდა უფრო ძლიერი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მობილური, დამნაშავეები, ნარკოდამნაშავეები არ იქნებოდნენ, ქვეყანაში უფრო მეტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გაიტარდებოდა და გაკეთდებოდა სამუშაოები, კომპანიები უფრო ძლიერი იქნებოდა და ქვეყანა უფრო წინ იქნებოდა. ყველაფერი უკეთესი იქნებოდა და ეხლა ჩვენ თურმე უნდა გახარებული ვიყოთ, იმიტომ რომ თურმე აი ხა 13 წლის თავზე თურმე დავიწყეთ რაღაცის გასწორება რა. იცით რა არის, ძაღლი ვინც მოკლა იმან გადაათრიოს და დამარხოსო, ნათქვამია და ეხლა ჩვენ არ მოგვიკლია ეს ძაღლი. და ჩვენ არ გაგვიკეთებია ეს ცუდი. ჩვენ ვიყავით ეხლა მე ხშირად აი თავს მესხმიან ადამიანები ჩემი პოზიციის გამო. მე არც ხელისუფლებაში ვყოფილი ვარ, არც პარლამენტში, არც მთავრობაში და ხშირად ხედავ ხოლმე, რომ ადამიანები ჩემი პოზიციის გამო, მაგალითად რუსულ-ქართული ურთიერთობების გამო, რაღაცა აღშფოთებულები არიან. თქვენ დალოცულებო, რას ვიძახი მე ხა ისეც, რომ მე კი არ ჩემსკენ კი არ უნდა მომართოთ ეს ისრები. ვისკენაც საჭიროა, იქითკენ მიმართეთ ეს ისრები. მე როგორც თითოეულ ადამიანს მაქვს ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას ვავლენ აქ და დარწმუნდით მე მგონი, რომ ეს სწორი პოზიციაა. დღეს აი თვითონ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინელი ერი არისო ქრივებისა და აი ამ შვილმკვდარი დედების ერი გახდაო და დემოგრაფიის კუთხით საშინელება გვემუქრებაო. თვითონ კლიჩკო აცხადებს, რომ რამდენჯერმე თქვა, რომ ვისაც შეუძლია კიევი დატოვეთო. უკრაინა განადგურდა, იმიტომ რომ სწორედ რუსეთთან დაპირისპირებაში შევიდა. და დღეს არც ნატოზეა საუბარი, იქ არც ევროკავშირზე არაფერზე არ არის საუბარი, მხოლოდ არის რაღაცა გადარჩენაზე საუბარი. გასაგებია ეს ომი გრძელდება, კიდე არ დასრულებულა, მაგრამ კიდე ერთხელ ვერავინ ვერ დააბრუნებს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ესე დაზარალდნენ, იმ დანგრეულ შენობებს არც დასავლეთი აღადგენს, იმ ჭრილობებს ვერავინ ვერ მოიშუშებს და ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ხალხი იყო, რომლებიც უკრაინის დროშებს რო აფრიალებდნენ და ჩარტერული რეისებს რო ითხოვდა ბარამიძე კიევიდან ლვოვისკენ. აი ელისო კილაძის ნამდვილად დასაჭერი იყო ეს ხალი, მე მებრძოდა მთელი რა ვიცი უამრავი წელი ეს ბარარაობა და წესით აქამდეც უნდა დაჭერილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ბარამიძე როგორ შეიძლება დღეს გარეთ იყოს და გიგაბოკერია და ვინმეს თუ გონია რომ გიგაბოკერიასა და ბარამიძის დაჭერის შედეგად ხალხი უფრო არ იქნება აღტკინებული, არ ვიცი, აი ძალიან ცდები თქვენ. და მე ერთი რამე უნდა გითხრათ მეგობრებო რა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ როგორმე შევცვალოთ ეს მდგომარეობა და უნდა შეიქმნა საქართველოში რაღაცა რეალურად სუფთა პარტიები, უნდა დავივიწყოთ ყველაფერი. მე არ მინდა მხადაგებლის როლში ვიყო, მაგრამ აი მე ვატყობ, რომ აი ხა ამ დებატებმა კიდე უფრო შეიძინა ის ხასიათი, რომ გარჩევებისა და დაპირისპირებისა და უფრო ახალი ჭრილობების გახსნის რაღაცა იმპულსი მისცა ამ ყველაფერმა. იცით რა არის, ჩვენ თუ ეხლა
კიდევ უფრო მეტი ჩვენ ერთგულ ვართ აი ძალიან უკიდურესობაში ვიცით გადასვლა. დებატები იმას კი არნიშნავს, რომ დავხოცოთ ერთმანეთი და იმას ვქნათ. დებატები იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ჩვენი პოზიციები თქვათ, რაღაც ერთმანეთი არგუმენტები გავთ, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ დავკარგოთ ადამიანები ჩვენ. და მე ვატყობ, რომ აი სტუდიებში დებატები იმართება ისეთი, რომ მეორე დღეს ერთი ადამიანი მეორეს უკვე გამარჯვებას აღარ ეტყვის და ერთმანეთს ისე სამტროს ასიცოცხლოთ ეკიდებიან. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვაქვს ესე სიტუაცია, რომ დავკარგოთ ქართველები. არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითეული ქართველი დავკარგოთ, მით უმეტეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენი ერზე ნიჭიერი ერი არ არსებობს. აი ხალხ რუსეთში ვარ ვიმყოფები და ყველაზე ისეთი მოწინავე პოზიციებზე ქართველი მომღერლები, აი მიხარია, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აქ ჩვენი მომღერლები, ბრავო მეტეხი, რომელიც აი მთელი ახლა რუსეთის მასშტაბით კონცერტებს მართავს. ძალიან მიხარია, რომ აქ ლეპსი, რომელიც ლეპსვერიძე არის, ყველაზე ნომერ პირველი პოპულარული ქართველია. მიხარია ის, რომ ყველა კუთხეში ქართული რესტორნები არის და ყველგან ქართული სიმღერის მოსმენა უნდათ და ქართული კერძის დაგემოვნება უნდათ. მიხარია ის, რომ ყველგან თითქმის უნივერსიტეტებში თუ სამეცნიერო თუ კვლევით დაწესებულებებში ქართველები არიან თუ ჯანდაცვის უწყებებში და ეს მიხარია მე, იმიტომ რომ პატარა ერი ვარ და ამდენი ნიჭიერი თავი აქვს. ორზე ხოლმე საერთოდ საუბარი ზედმეტია. არა ვარ ჩვენ ის ერი, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანა წელში გამართოს. ჩვენ 3 მილიონი კაცი ვერ უნდა დავაპუროთ, კაცო, ასეთმა მდიდარმა ქვეყანამ, რომელსაც ზღვა, მთა, ბარი, ყველაფერი გააჩნია. და უნდა ვიყოთ, ესე იგი, 9-თა ისიქით გადაგდებული ქვეყანა. თითეული, იცით რა არის, ჩვენ ამ საქართველოსდან გადახვეწილი ხალხს უკვე შევეგუეთ, რომ უნდა იყვნენ ესენი გადახვეწილები. თითეული ადამიანი რა ხსევდას, რა ცრემლებს იტანს, ვის უნდა რომელ ადამიანს უხარია დღეს, რომ საკუთარ შვილებს ვერ ნახულობს. დაბრუნებაზე კი არა, კაცო, ვინც არის იმათი იქ დამაგრებაზე არის პრობლემა. და მე კიდე ახლა მაინტერესებს ამ ეკონომიკურ წინსვლაზე და ციფრების ბრახაბურუხზე რომ ლაპარაკობთ ერთი რომელიმე დიდი საწარმო შექმნილა, გეკითხები თქვენ. აი გამოდიხარ და ლაპარაკობთ ესე ურცხვად, რომ აიო საწარმოები იმაზე და რაღაცაზე და იმაზე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ლაპარაკობთ. იცით რა არის კეთილდღეობა, როდის იქნება, იცი? რომ გაიხსნება საწარმო და იქ 1000, 2000, 3000 კაცი იმუშავებს. აი ეს არის. ის ახალგაზრდობა, რომელსაც ჩვენ არ უნდა ყველას მართალია სწავლა, რაღაც ალტერნატივა ხო უნდა მივცეთ. ის ნარკომანია თუ არის ქვეყანაში, ეს არის იმის ბრალი მეგობრებო, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის. ადამიანი რო გაიღვიძებს და არ იცის რა უნდა გააკეთოს, ის ცხოვრებას მრუდეთ უყურებს, იმიტომ რომ არ შეუძლია ფხიზელი თვალით უყუროს იმას, რომ ფული არ აქვს, შეყვარებულ გოგონას ყვავილს ვერ უყიდის, რესტორანში ვერ დაპატიჟებს, რაღაცა ვერ გაერთობა ისე როგორც საჭიროა და ვერ იყიდის იმას, რაც უნდა. აი ეს რომ ამ ყველაფერს გაექცეს, ლუდომანიით არიან და შეპყრობილი ადამიანები ხშირ შემთხვევებში და ასევე არიან ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე გეუბნები თქვენ, ჩვენ ერთს დავკარგავთ ასე. დავით გარეჯის ესე ბოდიში და განიავებისთვის პასუხი მოგვეთხოვება 6000 ჩვენზე, იმიტომ ლოცულობენ ის წმინდანები, ჩვენ 100,000-ობით წმინდანი, იმიტომ ლოცულობს, რომ ჩვენ ვართ ერთგულები მათი და როდესაც შენ 6000 გარეჯელის მოტანილ სისხლით მოტანილ მიწაზე უარ სიტყვი და არც იბრძოლებ, შენ არასდროს ხელი არ მოგემართება. მე რა გავაკეთო ხალხო, მთელი ცხოვრება ამას შევწირე და დღესაც აქ თუ რუსეთში ვიმყოფები, ესეც ერთ-ერთი გარკვეულწილად ამის გარკვეული ბრალია, რომ მე ამ ბრძოლას შევეწირე იმ კუთხით, რომ მე უკვე აი იძულებული გავხდი აქ წამოსულიყავი. მე საქართველოსთვის ბრძოლისთვის ვარ აქ ვიმყოფები. თქვენ თუ გონია ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი მე რომ ეხლა აქ ვიმყოფები. მე უბრალოდ საფუძველი გამიჩნდა რომ აქ ლეგალურად ყოფილიყავი როგორც ასპირანტი. ჩემი კრედო სახელმწიფოსა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა და მე არ შემიძლია, როდესაც ვხედავ დღეს რომ პოლიტიკანები და რაღაცა ბოდიში
აი ესეთი ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანები გამოჭიმულებით განან კოსტუმშარვალს ჩაიცმევენ და გონიათ კაცები არიან. კაცების ნაკლებობაა დღეს ქვეყანაში და საერთოდ ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანების ნაკლებობაა, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყანა თავის სიწმინდეებს ესე არ ექცევა, არც ერთი ქვეყანა თავის მიწა-წყალს ასე არ ექცევა. ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის სამსახური დიდი გარკვეული ტკივილი არის თითეულისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ან ტყვიას ღებულობ, ან დევნას ღებულობ, ან რა ვიცი, შევიწროებას ღებულობ და ამიტომაც არის რომ პოლიტიკაში არ მოდის წესიერი ადამიანები, იმიტომ რომ იციან ვერავინ ვერ უძლებს, ბევრი არ აქვს იმის განცდა რომ გაუძლებს ამას და პოლიტიკაში მოდიან ვაჭრები, ქორვაჭრები, მილიონრები, რომლებმაც ფული უნდა დაიცვან, საკუთარი ფული უნდა დაიცვან და არა ქვეყანა უნდა დაიცვან. დღეს საქართველოში ხალხი მოდის არა იმისთვის რომ ქვეყნის დასაცავად მოვიდეს პოლიტიკაში, არამედ მოდის იმისათვის რომ საკუთარი მილიონები დაიცვას და მერე კიდე ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა ქვეყანა და გავაძლიეროთ, ერთი რამე უნდა გვესმოდეს რა, რომ ყოველი გადამწყვეტი მომენტის დროს საქართველო ერთიანდებოდა. იმიტომ რომ დავითი და თამარი, გიორგი ბრწყინვალე იმიტომ იყვნენ დიდი მეფეები, რომ მათ შეეძლოთ ერის შეკავშირება. და დღეს ჩვენ ერის შეკავშირებასკენ კი არ მივდივართ, კვლავაც დაყოფისკენ მივდივართ, კვლავაც ეს ნაცობი, კოცები, ზვიადისტების თემაც კიდე არის. ეხლა აი უკვე რამდენი ხანია სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ის ჭრილობები ჩვენ ვერ მოვიშუშეთ, კვლავაც დაყოფილი არის ქვეყანა. შევარდნაძის ხო ცოცხალი აღარ არის, არც ედუარდ შევარდნაძე და არც ზვიად გამსახურდება, მაგრამ კვლავაც დაყოფილია ერი. კვლავაც დაყოფილია და ასეთი პატარა ერში ამდენი დაყოფა როა, ზვიადისტები, შევარდნაძისტები, მე არ ხო ეხლა არავინ არ დამწამოს ამ ტერმინების გამოყენება, ვიცი რომ ეს არასწორი ტერმინებია ზოგჯერ, მაგრამ რეალურად რომ განსაზღვროთ რაზე გვაქვს საუბარი. აი ესეთი დაყოფა 15 ნაწილად დაყოფილი პატარა ერი, იმიტომ ვერ ახსევს წარმატებას, რომ ყველა ერთმანეთის ჯიჯგნიან. ეხლა სუფრაზე რომ მოხვდები და პოლიტიკური ნიშნით რომ ადამიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, აი ეს არის ყველაზე ტრაგედია. ასეთი რამე არ ხდება მეგობრებო, არც რუსეთში, არც ბელორუსში, არც აზერბაიჯანში, არც ყაზახეთში. იმ ქვეყნებში სადაც სტაბილურობაა. სადაც ხდება ესეთი რამე დაპირისპირებები, იმიტომაც იმ ქვეყნებში ვერაზროს ვერაფერი ვერ აეწყობა. და შენ რო ხელისუფალი ხარ, კაცო, რაღაცა ქვეყანა გააერთიანე და შეაკავშირე და არა ის რომ რაღაცა ბოდიში ნიშნის მოგებით იმ კახელის არ იყოს მოვიდა თანამდებობაზე და პირველ რიგში ჩემს ძმას იმას ვიზამო. არ ვიცი რა, როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ ვითმინოთ, ამ ყველაფერს როდემდე შეიძლება ჩვენ აი ესე უყუროთ, მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრათ. გული ლამის არის ამოვარდეს ამდენი ტკივილებისაგან, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ გვეღირსა ჩვენ, აი მე ახლა არც პატარა ვარ უკვე, მაგრამ არც ბებერი ვარ, მაგრამ ბევრი რაღაცას ვნახე, მაგრამ კარგი არაფერი არ მინახია, ომები, უბედურება, რაღაცა პატარა სპორტსმენები თუ გაიელვებენ და ეს წამიერი სიხარულია, მაგრამ ქვეყნის სიხარული ჩვენ არ გვინახია. ქვეყნის განვითარების და ისე მე ახლა აი რაღაცა ისეთი ტკბილ მოგონებათ მახსოვს მხოლოდ ის პერიოდი, როდესაც აი თბილისობა იყო კომუნისტების დროს, ერთმანეთი გვიყვარდა, რაღაცა აი ისეთი რაღაცა ფერადი ფერები იყო მაშინ და აი სიხარული და ხალხი კარგად ცხოვრობდა და ყველას უხაროდა ერთმანეთში. აი ეს ყველაფერი დაიკარგა. ყველაფერი დაიკარგა, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტა ხელისუფლებამ. გაწყვიტა. მე არ ვიცი ზოგჯერ იცით რა არის ეს კოსტუმი და გასტუკი მოიხსენი და ხალხს შევხვდით ერთი და დაელაპარაკეთ, აბა რა უჭირს, როგორ არიან ეს ხალხი. რო გამოდის ზოგიერთი სულელი და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ თურმე ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ბუმი არის, აი მაქსიკეთით იარე და მაქსიმართლით იარე თქვენ რა. ადამიანი რომელიც საკუთარ შვილს, ბაბუა რომელიც საკუთარ შვილს კამფეთს ვერ უყიდის და ადამიანი რომელიც თავს ვერ მისცემს უფლებას ზაფხულში დაისვენოს, ეს არის ცხოვრება? იმ კომუნისტების დროს იმდენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი და სასტუმრო იმიტომ იყო, რომ ხალხს მართლა უხაროდა იქ წასვლა და დასვენება. დღეს ეს სასტუმროები არის მხოლოდ უცხოელებისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩამოაქვთ საქართველოში რაღაც ფული და ხარჯავენ. ეს არის არაბები, ირანელები, არის მაგალითად რაღაც რამდენიმე 5% ქართველებისა, რომლებიც თავზე იმხობენ ყველა. და მე ვიღაცები გამოვლენ და ჩაივლიან ამ რესტორნებთან თვითონ. აი ეს არის გაჭირვება
დამოკიდებულება და ვინ არის მე ერთი და იგივე ხალხი რო გრიალებს და სრიალებს და ბზრიალებს ამ რესტორნებში ვინ იქ ბოდიში და 1000 ლარიანი 1500 2000 ლარიანი ადამიანი შევა იმ რესტორანში ვერ გავიგე რომელსაც ღრო შევიდეს იქა ხვალდაზე საჭმელი არ ექნება ან ის აფთიაქის თანამშრომელი შევა რომელსაც 800 ლარი აქვს მაშინ რო შევა იქ დახარჯოს უნდა ის ფული და მშიერი უნდა იყოს გეკითხებით ეს მაინტერესებს რო ლაპარაკობთ რო ესე იგი საქართველოში თურმე რა სისულელია გაჭირვება არის გეკითხებით 800-900 ლარიანი ადამიანი შევა რესტორანში და იქ დახარჯავს ფულს 300-400 ლარს იმიტომ რომ ეხლა რო შეხვიდე რესტორანში 300-400 ლარი ისე უნდა დახარჯო როგორც არაფერი ხო და ეს იმას ნიშნავს რომ მშიერი უნდა იყოს შენ დანარჩენი ერთი თვე და მე მაინტერესებს რა ეკონომიკურ ბუმზე და რა ეკონომიკურ წინსვლაზე არის ლაპარაკი ერთი აი რაზე არის საერთოდ საუბარი აი ახლა მე არ ვიცი ჩვენ უამრავი რაღაცა გარკვეული რეფორმა განვახორციელეთ ენერგეტიკის მიმართულებით ხო აი ეს გავზარდეთ ტარიფი გავზარდეთ გარკვეული რიცხვი ჰესების ადრე თუ იყო რაღაცა უფრო შემდგომში უფრო მეტი გახდა ანუ მაგრამ ხედავთ რომ მაინც პრობლემები არის ამ მიმართულებით იმიტომ რომ დღეს გაზიფიკაციის საკითხი მაინც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. წყლის საკითხი კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. არის სოფლები, სადაც მაგალითად წყლის პრობლემა არის. ხო და დევნილები მე მაგალითად მე მყავს ოჯახში დევნილი, რომელიც არის ლესელიძიდან დღესაც არ მიუღია ბინა. პირადად ვიყავი სოზარ სუბართან დავწერე განცხადება, შემდგომში ვიყავი ბატონებთან კიდე სხვებთანაც და კარგად გაიხსენონ ვისთან ვიყავი მე და დღესაც არავით ის არ მიუღიათ ის ზომები. დღეს დევნილების საკითხი დღესაც კიდე გადაუწყვეტელი არის. აი ხო გეუბნებით 92 წლის დევნილი არის ჩემი ოჯახის წევრი და იმას დღესაც არ მიუღია ბინა. ხოლდაზე შეიძლება ის კაცი ცოცხალიც აღარ იყოს და წავა ამ ქვეყნიდან ისე რომ აი არავით არის რაღაცა შედეგი სახელმწიფოსგან არ მე. რა უნდა გავაკეთოს მითხარი ხა რა ვიცი ხა აი რა უნდა გააკეთოს იმ კაცმა ცოცხლად უნდა დაიწვას თავი რა რომელიც არაერთხელ გააკეთა არაერთმა დევნილმა ეს ყველაფერი არავით არის შედეგი როდესაც არაფერს არ მოაქვს ამიტომაც არის მე რომ ჭაობს ემსგავსება ყველაფერი იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ იყვირო რაც არ უნდა იწევლო არაფერს არამე ყურადღებას არ გაქცევს და ხალხი უკვე მოდუნდა მაგრამ ეს მოდუნება ბევრს გონია რომ ესეთი იქნება სულ გაგრძელდება და ჩვენსაც გავისწორებთ ყველაფერი კარგად იქნება ეს ხალხი დავაჩმორეთ ეს ხალხი მივაჩმორეთ და всё ყველაფერი კარგად იქნება და ეხლა იცით რა არის ქართველი ხალხი არც ერთ ისტორიულ ეტაპზე არ ყოფილა დაჩმორებული ბოლომდე რა არ ყოფილა ისა შევარდნაძეს ეგონა რომ დაჩმორებული ყავდა ხალხი და დღეს არის დამარხული იქ ბეტონის ქვეშ წანიში რადგან წესიერი სამარხი მას არ ეღირსა იმიტომ რომ ეშინიათ რომ ვიღაცებმა ვარლამ არავიძესავით არ ამოთხაროს და არ გადააგდოს და უამრავი კიდევ ისეთი ადამიანი რომლებმაც საქართველოს დიდი ზიანი მოუყენეს საერთოდ საქართველოშიც არ არიან დასაფლავებულები და ბევრს კიდე არც უწერია საქართველოს მიწაზე ყოფნა ამიტომ იცით რა არის ისენ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომ საბოლოოდ ქვეყანაში დასაფლავების დამარხვის რაღაცა გარკვეული შანსიც არ ქონდეს აი მე ხო მეძახი თქვენ რაღაცა გარკვეულწილად პრორუს და მე კაცი რომელიც პრორუს მეძახით აგერ არც ტელევიზია გამაჩნია მაუწყებლობ უბრალოდ რაღაცა ჩემი ენთუზიაზმი და საქართველოში დღეს ვერ მოინახა ვერც ერთი ტელევიზია რომელიც გაბედავდა ქართულ რუსულ ურთიერთობებზე რეალურ ქართულ რუსულ ურთიერთობებზე ლაპარაკს ვიღაცა იმას რო იტყვის რუსეთს დაველაპარაკოთ მარტო და თან მიაძახებს რუსეთის დამპყრობელი და რაღაცა და საშინელება სისხლი ესე პოლიტიკა არა ეწყობა იმიტომ რომ შენ თუ რუსებთან დალაპარაკება გინა თუ აგინე და ლანძღე ვერ დაამყარებ რუსეთთან ურთიერთობას ჩვენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ამ ლაპარაკის შედეგად არანაირი არც საქმე მიღია რამე პრივილეგია და შეიძლება ხვალ ავდგე საერთოდ დავტოვო ეს ქვეყანა იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ მე ის განსახორციელებლად ჩამოვედი აქ არ მომეცა ამის საშუალება წავალ აბა რას ვიზამ ეხლა მე როგორც მოვედი ისე წავალ იმიტომ რომ მე აქ ჩამოვედი იმისთვის რომ თქვენთვის სიმართლე მეთქვა თქვენთვის მაუწყებლობა მომეტანა თქვენს სახლებში და ერთი რამე არის რომ
მე და ჩემნაირი ტიპის ადამიანები ვართ იდეალისტები, რომლებსაც სამშობლო უყვართ, ყოველგვარი რაღაცა ქვენაგრძნობის გარეშე აკეთებენ საკეთებელს. ანუ თუ ლაპარაკობ მე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ რუსული რუბლები მივიღო. და იმიტომ არ ვლაპარაკობ ამას, რომ რაღაცა კრემლში მე ვიღაცამ ბოდიში და მედალი გადმომცეს მხედრული მამაცობისათვის. თუ რა ვიცი მე რაღაცა კიდე რაღაცა მედალი. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე ესე მწამს. მე სიმართლე რო გითხრათ, აი ბევრ წილად, ჩემთვის აქ რო ყოფნის პერიოდში ბევრ რამე სხვანაირად დავინახე, სხვანაირად აქამდე თუ სხვაგვარად ფიქრობდი, ეხლა ცოტა სხვაგვარად ფიქრობ. რაღაცა თითქოს აი გამოცდილებად შევიძინე, თითქოს ადამიანებიც დავინახე და ჩემთვის ეხლა მე აქ უკვე მეხუთე თვე აქ ვარ და ძალიან ბევრი რამე შევიცანი. მე და ერთი რამე მინდა გითხრათ ხალხო, რომ როგორც ჩანს, არც ისე ყველაფერი ისია, როგორც ჩვენ გონია და როგორც ჩვენ გსურს, მაგრამ ერთი ფაქტი არის. მე მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვნანობ არც ერთ ჩემს წუთს, არც ერთ ჩემს წამს, რისთვისაც ბრძოლობდი და მე ამ ქვეყნად თუ კი რაღაცა ყველა ამ ქვეყნიდან ბოლო-ბოლო უნდა გავიდეს, მე სინდისი და ნამუსი არასდროს არ შემაწუხებს, იმიტომ რომ მე არასდროს არ მიღალატია ჩემი ქვეყნისათვის. არასდროს მე ამ ქვეყნისთვის ცუდი არ გამიკეთებია. არც ერთ ეტაპზე. მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა იცხოვროს ქართველმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჟურნალისტმა, მასწავლებელმა, ინჟინერმა, რომ საკუთარ ქვეყნისთვის დაიწვას როგორც სანთელი. იმიტომ რომ ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, პატარა ერი ვართ. და მე არც ველი რომ რაღაცა სიცოცხლეში ვინმე რამე დამიფასებს ჩემ ბრძოლას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რაც გავაკეთე, მოდი იმათ ვისაც შეუძლია ჩემზე მეტი გააკეთოს. მე 15 წელი ვიტვირთე საკმაოდ დიდი ტვირთი, ისეთი რომელსაც ბევრი ვერ აიღებდა, იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა ვიღაცები იტყვიან, აი ზედმეტად ხომ არ აქებთ. იცით რა, ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა როდესაც ვერ ხედავს ვიღაცა შენ თვითონ თქვა, მითხარით ერთი ვინ აკეთებდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ამდენ გადაცემას, როგორც მე ვაკეთებდი. ვინ გააკეთა საქართველოში რუსულენოვანი გადაცემა შეეძლო გაეკეთებინა ჩემს გარდა. სხვასაც ჰქონდა ტელევიზია, სხვასაც ჰქონდა მეტი საშუალება უფრო კარგად და დაყვეწილად და უფრო მაღალ დონეზე შეიძლება გაეკეთებინა. ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ ეშინოდა. და ვინ ამხელდა იმათ, ვინც ქვეყანას ყიდდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან სიმართლე რო გითხრათ, აი ბედნიერი ვარ და ძალიან ამაყი ვარ ჩემი წარსულის, იმიტომ რომ მე რაც შემეძლო გავაკეთე. ტალახი მე კი არა ჩვენს დიდ წმინდანებს ესროლეს და დააბრალეს ისეთი რაღაცა, რომელიც აი არ ვიცი მე სასწაული და სასწაულს მეტი კიდე. მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას ხალხო, რომ აი უყურებ ახლა ამ პროცესებს, აი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ერთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აი სუფრაზე გვახსოვს ჩვენი სამშობლო. და ის ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცა გარკვეული თავიანთი მოქმედებებით გამოასწორონ სიტუაცია, აი იმ სასმიში არიან მხოლოდ საქართველოს პატრიოტები, ხოლო რეალობაში ისინი არ არიან ქვეყნის პატრიოტები. მე პირადად ვხედავ უკვე იმ პროცესებს, რომ აი ჩვენ მივდივართ უკვე ჩვენი თაობა წავა, ჩვენს წინა თაობა და აი მოდის ის თაობა, რომელსაც სიმართლე რო გითხრათ, მე თუ კი რამე არ შეიცვალა, ვერ დიდიმედებს ვერ დავამყარებ, იმიტომ რომ მე ახალგაზრდები მახსოვს მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკების რაღაცა ნარკოტიკების აკრძალვის წინააღმდეგ აქციებზე მახსოვს ამ სააკაშვილის აქციებზე, ევროკავშირის აქციებზე, მე არ მახსოვს ახალგაზრდები დავით გარეჯის თემაზე, მიწების გაყიდვის თემაზე, მე არ მახსოვს
ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილიც ასევე სიმართლე რო გითხრათ იმ პატრიოტული სულისკვეთების აქციებზე იყო რა თქმა უნდა ახალგაზრდა, მაგრამ ეს იყო ძალიან მცირე ნაწილი და თავს ნუ მოვიტყუებთ და თვალებს ნუ დავიბრმავებთ და არც ეკლესიებში არ არის ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა, იმიტომ რომ 13 წლის მანძილზე ჩვენ ყავდა განათლების სისტემაში ის ხალხი, რომლებიც იმას ეუნებოდნენ ადამიანებს, რომ თურმე საქართველოში ლიბერალიზმი უნდა იყოს. და მე გეკითხები თქვენ, აი ილია უნში, ილიას იდეური მკვლელები და ეკლესიის მტრები რო იყვნენ, ჩაბუდებულები 13 წლის თავზე უნდა მიუხვედრილიყავით ჩვენ და ჯერ კიდე რა იქნება ამ ილიას უნივერსიტეტში, კიდე ცალკე საუბრის თემა არის. ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი მეგობრებო, რომ აი სამწუხაროდ ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვკეპნით ეს წლებია 30 წელია და არაფერი კარგი და არაფერი სასიხარულო არ ხდება. ეხა იყო შევარდნაძე და ვიძახდით შევარდნაძეზე უარესი ვინ უნდა იყოსო და სააკაშვილი მოვიდა. მე სააკაშვილი რო იყო, სააკაშვილზე უარესი ვინ უნდა მოვიდესო და მე ვნახეთ რაც მოხდა კიდე და როგორ განვითარდა პროცესები და ესე იგი რომ მოდის ახალი ხელისუფლება კიდე უფრო და უარესი. ამიტომ ეხა სიმართლე რო გითხრათ, აი ვინც მოვა უკვე ისიც იმის მიმართაც ადამიანებს უკვე განცდა აქვს რა იქნება და მართლა არ მინდა იმ კაცის არ იყოს ერთი რო გამოვიდა ტელევიზორში და თქვა აი მთავრობის ისიცო ამ მთავრობისო და კიდე ვინც მოვა იმ მთავრობის ისიცო რა ნუ აგინებდა რა და ეხლა თლაც მასეც არ უნდა ავაწყოთ ეხლა იმიტომ რომ მართლა ადამიანი მიცხოვრობს რა ქვია იმედით რომ რაღაცა შეიცვლება და მართლა ისეთი განცდა არ უნდა გქონდეს ჩვენ რომ მართლა არაფერი არ გვეშველება მაგრამ არაფერი არ გვეშველება იმ შემთხვევაში თუ კი ქვეყანაში ასპარეზი არ მიეცემა ადამიანებს რომლებსაც რაღაცა ქვეყანა უყვართ იმიტომ რომ ტელევიზიის რეიტინგი და ტელევიზიის მაღალი ავტორიტეტი იმით არ განისაზღვრება რამხელა ბიუჯეტი აქვს და რამხელა ჭკვიალა და ისეთი რაღაცა ლამაზი სტუდია აქვს სტუდიებით რო ისაზღვრებოდეს ყველაფერი მაშინ ნაცები ისევ ხელისუფლებაში იქნებოდნენ იმიტომ რომ უამრავი ისეთი ლამაზი კარგი სტუდიის ტელევიზია ქონდათ და მაშინ მათ უნდა მოეგოთ ყველაფერი რასაც ისინი ისახავდნენ მიზნად მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ და ერთ რამეს გეტყვით რომ ვიცი რომ თქვენ ბევრი თქვენგანი ელოდება ჩემგან რაღაც გარკვეულ რეპორტაჟებს მოსკოვიდან ინტერვიუებს მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ მე როგორ ფიქრობ თქვენ ნაკლები გემოვნება მაქვს მე არ ვიცი თქვენ რას ელოდები ჩემგან მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს აქ მაგრამ давайте выпьем за то чтобы наши желания совпадали нашими возможностями როგორც იმ ფილმშია ნათქვამი რა მე მეტი საშუალება აქ ამ წუთას არ გამაჩნია მე არავინ აქ არ მეხმარება არავინ არ გვერდში მე აქ არ მიდგას არავის ჩემთვის დახმარება არ გაუწევია და ხვალდაზე კიდე მე აქ ვიქნები თუ არა ეგეც კიდე საკითხავია იმიტომ რომ მე აქ რო ჩამოვედი იმით არ ჩამოვსულა რომ ვიღაცა რაღაცას დამეხმარებოდა და ვიღაცის ხელის შემკვრეთ არ ყოფილვარ მაგრამ მე ჩამოვედი აქ რაღაცა გარკვეული პროექტის ფარგლებში სიმართლე რო გითხრა რომელიც დაწყებული იყო გახსოვთ თქვენ TV4-ზე გადიოდა ეს ჩვენ ტელევიზიით გადაცემა სიუჟეტებიც იყო ინტერვიუები მაგრამ შემდგომში ესე იგი გვიმუხთლეს და გვიღალატეს და ეს პროექტი დამთავრდა და არათუ გაგრძელდა დამთავრდა მეგობრებო მე სიმართლე რო გითხრათ როგორც ნათქვამია ხო იცით როგორც ბევრი რამე არ იჭმევა ისე ბევრი რამე არ ითქმევა ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი და ითქმევა ის აუცილებლად და არაერთხელ მინიშნებების გამიკეთებია რომ როგორი ქართველი პატრიოტები და რუსულ-ქართული ურთიერთობების გარკვეული შემოქმედები ყავს ჩვენ და მათ გმირობებსაც იქნებათ რომ შემოგთავაზებ და გეტყვით რა გმირობები ჩაიდინეს აქ მაგრამ ერთი ფაქტია რომ ჩემნაირი კაცი წესით მე ჩემი ამპლუის ადამიანი რომელსაც უამრავი ადამიანი უყურებს მეტი ხელშეწყობა და მეტი გარკვეული გვერდში დგომა უნდა ქონოდა აქ მე
აქ ხო ჩემი რაღაცა ამბიციებისა თუ ჩემი რაღაცა გარკვეული მეს დასაკმაყოფილებლად არ ჩამოსულა. მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ თითეული ქართველი, წარმატებული ქართველი მენახა თქვენთვის. იმ რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც რაღაცა ქმნიან, ისინი მინდოდა შემომეთავაზებინა. მე მინდოდა მეთქვა თქვენთვის იმ რეალ პოლიტიკის შესახებ, რაც იყო ამ ქვეყანაში და რა მესიჯებიც მოდიოდა. მე თლათ უიმედოთ არა ვარ სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ არის გარკვეული იმედები და არის გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ ყველაფერი 180 გრადუსით შეიცვლება და ხშირ შემთხვევებში მე იმედი მაქვს უფრო იმ ხალხის, რომლებსაც უფრო ნაკლებად უნდა მოეთხოვებოდოს რაღაცა აქით, რომ დახმარება გაგიწიონ და ვიც დასახმარებელია და ვიც გვერდში უნდა გიდგას, ისინი არ არის, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ რეალობა ეს არის, რომ ვინც კი ბევრს აგინებს ამ რუსეთს საქართველოში, აქ რუსეთს, ხო? ისინი აკეთებენ ფულს, ისინი შოულობენ ფულს, ვინც ბევრს აგინებს რუსეთს და ვინც კი ბოდიში და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკობს, ის არის გარკვეულწილად თამაშგარე მდგომარეობაში და გარკვეული ყურადღების მიღმა. მე აქ თქვენი სამსახურისთვის მოვედი, მე დავტოვე ჩემი სამსახური, მე გარდა იმისა, რომ მე ჩემი რაღაცა პროფესიული გამომდინარე, ახლა მეორე პროფესია, ჩემთვის ჟურნალისტობა იყო ასევე ერთ-ერთი საქმიანობა, მაქვს კიდე მეორე საქმიანობა, ადვოკატი ვარ, ეს საქმიანობა მე დავტოვე ჩემი ოჯახი იმისათვის, რომ აქედან შემომეთავაზებინა თქვენთვის სიუჟეტები და ამიტომ და გადაცემი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. თავზემო ძალა არ არის, ეხლა იმისი არ იყოს, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ და მე კიდე ქრისტე ღმერთი არა ვარო და ეხლა მე მეგობრებო, ეხლა თქვენ ბოდიში და მარტო ლამაზი სიტყვები თქმა გინდოდეს ჩემთვის და სხვა მხრივ არანაირი მხარდაჭერა არ გინდოდეთ, ასე ვერ გავფრინდებით. თითეული გადაცემა, მედია საშუალება ისაზდოება ფინანსებით. ეხლა მე არ ვიცი რო გამოაცხადებს ნაცმოძრაობის რომელიღაცა პროპაგანდისტული არხი, რომ ჩვენ გვჭირდება მილიონი, ნახევარი მილიონი ერთ კვირაში იკრიბება ეს ფული. და ჩვენ მაგის 5 თუ 10 თუ 3% რო გქონდეს, რა ვიცი, მთებს გადავდგამდით, ხო? ჩვენი ტელეკომპანია სეზონი, რომელიც მაუწყებლობდა გორში, ეს იყო რაღაცა მიზერული, მაგრამ მაინც ადამიანები 3 კაცი ყავდა და რაღაცა და მაინც ვახერხებდით აი ამ ყველაფერს გამკლავლებოდი და ამიტომაც არ გაგვახარეს ჩვენ, რომ ამით ქმნიდით და მართლა რეიტინგული ვიყავით. ებძვიან მათ, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია, თორე ვისაც არ შეუძლია და ვიც არაფერს არ წარმოადგენს, ყიყინებენ ბაყაყებივით, აგერ ხედავ თქვენ სტუდიებში კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს. იჭაჭებიან 3 აქ ვენა უჩანს, აქით 2 ვენა უჩანს, ღრიალებენ, მუშტებს ურტყამენ, მაგრამ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი და არც არაფრის რეალურად მქნელი რო არ არის, იმიტომაც ყავ დატოვებული და მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ რა, რომ საერთოდ არც ერთი ეპოქაში, არც ერთი ადამიანი თანამედროვეობას არ დაუფასებია. მე არც ეხლა ველი იმას, რომ ვინმე რაღაცას დააფასებს. გავა წლები და ყველაფერის თავისი წერტილი დაესმევა, ყველაფერს თავისი სათქმელი ეთქმევა, მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ. მე ყოველთვის ბოლო წვეთამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიქნები თქვენს გვერდით, თქვენ სამსახურში ვიქნები და თუ კი მოვა ის დრო, როდესაც მე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში უნდა გადავინაცვლო, ვიქნები ამაყი და ბედნიერი, იმიტომ რომ ვალი მოვიხადე ჩემი ქვეყნის წინაშე და გავაკეთე ის, რაც შემეძლო. და თანამდებობა არ არის გარანტი იმისა, განსაკუთრებით დღეს მინდა მივმართო, ვისაც ეხება, თანამდებობა არ არის განსაზღვრელი იმისა, რომ შენ მოიპოვებ ხალხის სიყვარულს ან დიდებას, იმიტომ რომ ბევრი თანამდებობის ხალხი გვინახია ჩვენ, რომლებიც დღეს ან გადაკარგულში არიან, ან კიდე საერთოდ მათი ხსენებაც აღარ არის. თანამდებობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ქვეყნის სამსახურში ხარ. ადამიანის მოქმედება და ქმედებები განსაზღვრავენ
პატრიოტიზმს და ქვეყნის სიყვარულს. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ჩვენ მომავალ გადაცემაში.